და ისე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იგეგმება ახალი გეგმებისა და პროექტების განხორციელება. დღესვე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა კვიპროსის გალიას მონასტრის საკითხები განიხილეს. კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს. თქვენ ალბათ იცით, რომ სწორედ ეს სამინისტრო ფარველობს კულტურულ მემკვიდრეობას და ჩვენ ძალიან დიდი კავშირები გვაქვს კვიპროსთან. ჩვენი სპეციალისტები ჩავლენ კვიპროსში, ისინი ჩამოვლენ ჩვენთან. ჩვენ გავიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას, როგორ ვუვლით, ვუფრთხილდებით, როგორ ვაკეთებთ რესტავრაციას, როგორ ვახდენთ ჩვენი ძეგლების. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს კონფერენციები, შეხვედრები, გამოფენები. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა. კვიპროსში აღმოჩენილია ქართულ-ქრისტიანული კულტურისთვის მნიშვნელოვანი მონუმენტი, რომელიც ერთობლივად ორი ქვეყნის მიერ არის დაცული. ჩვენი მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. მუშაობის ციკლმა მოიტანა ის, რომ დადგა საკითხი ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა, იყო მოლაპარაკებები შაშან ამასთან დაკავშირებით და დღეს მოხდა ამ მოლაპარაკების ხელის მოწერა და დაფიქსირება ეს მემორანდუმის საფუძველზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რაც დღეს მოხდა და ვისურვებდი, რომ ბევრ ქვეყანასთან მსგავსი ღონისძიებები ჩვენ ნელ-ნელა გაგვიხოცებინოთ.